გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლოს ხდომა აღკვეთი ღონისძიების მსჯელობის შესახებ დაახლოებით 1 საათში დაიწყება. საქალაქო სასამართლო სანქცირებული მოსამართლეებია კიდევ ერთხელ იმსჯელებენ, რა სახის აღკვეთი ღონისძიება უნდა შეეფარდოს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, ოღონდ ამჯერად გიორგი ბაჩიაშვილის გარეშე, გამომდინარე იქიდან, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფება, სულ ცოტა ხნის წინ ბრალის დადგენილება მის ადვოკატს გადაესცა, საქმის მასალებიც უკვე ლევან მახარაშვილს აქვს. და ძალიან მალე უკვე ის მივა საქალაქო სასამართლოში, სადაც მოისმენს პროკურატურის შუამდგომლობას. თუკი აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს პროკურატურა და ამ შუამდგომლობას სასამართლო დააკმაყოფილებს, საგამოძიებო უწყება პირველ რიგში ძებნას გამოაცხადებს ბაჩიაშვილზე ქვეყნის მასშტაბით, რადგან პროცედურა ამას მოითხოვს და ამის შემდეგ უკვე საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდება გიორგი ბაჩიაშვილი, ანუ ინტერპოლით უნდა დაიწყონ მისი ძებნა საქართველოს მხარე მთელი ქვეყნის მასშტაბით, სოფლიოს მასშტაბით, თუმცა აქ არის ერთი საინტერესო გარემოება. გიორგი ბაჩიაშვილმა ამაზე უკვე ისაუბრა გუშინ ინგა გრიგოლიას ეთერში, მან თქვა, რომ ამასაც აქვს გარკვეული პროცედურები და გამომდინარე იქიდან, რომ ის არის პოლიტიკური დევნილი, ინტერპოლის ძებნის მიუხედავად მისი დაკავების საშუალება არც ერთ ქვეყანაში ქართული ოცნების ხელისუფლებას არ ექნება. სულ რამდენიმე წუთია, რაც წარუდგინეს ბრალდება დაუსწრებლად საზღვრისკვეთასთან დაკავშირებით, შესაბამისად ვინაიდან გიორგი პირადად არ იმყოფება და მას ვერ ბარდებოდა, ჩავიბარე მე ეს დადგენილება როგორც ადვოკატმა. საერთაშორისო ძებნამდე უნდა გამოცხადდეს შიდა ძებნა. ჩვენ შემთხვევაში თუ კი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ შეეფარდოს დაპატიმრება, ეს უკვე საფუძველი ხდება შიდა ძებნის გამოცხადების და ამის შემდეგ უკვე საერთაშორისო ძებნის. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გიორგი ბაჩიაშვილს აქვს მტკიცებულებები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, სწორედ ამიტომ ეშინია ოლიგარქს ძალიან მისი მილიარდების ყოფილი მმართველის და ამიტომ აქვს კამპანია დაწყებული ახლა იმის შესახებ, რომ ის არის დამნაშავე, რომ ის არის ქურდი და ელოდებიან, როდის გაასაჯაროვებს გიორგი ბაჩიაშვილი მნიშვნელოვან მტკიცებულებებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ოლიგარქის სანქცირებისთვის ძალიან კარგი და სასარგებლო იქნება და გარდა ამისა საუბრობენ იმაზე, თუ როგორი დაუცველი არის საქართველოს საზღვარი, რომ უსაფრთხოების სამსახურიც და შინაგან საქმეთა სამინისტროც ყველაფერს აკეთებს გარდა იმისა, რასაც უნდა აკეთებდეს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოებას იცავდეს, მათ შორის საზღვარს იცავდეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს საზღვარი გადაიკვეთა ისე, რომ პირს არ ჰქონდა შემოსვლის ან გასვლის უფლება, მათ შორის საერთაშორისო დამნაშავეებიც კი გაიხსენეს დღეს ჩვენთან საუბარში. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ამბობენ, რომ ეს არის ქართული ოცნების 12 წლიანი მმართველობის შედეგი, როდესაც ყველა სახელმწიფო უწყება ძალოვანები დასდევენ მომიტინგეებს, მშვიდობიან დემონსტრანტებს, მათ უთვალთვალებენ, უღებენ ფარულად, თუმცა არ აკონტროლებენ საზღვარს და ქვეყნის უსაფრთხოებას ვერ იცავენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა, რომ ჩამოშლილია ეს დიდი ხანია უკვე საზოგადოებამ იცის, მათ შორის სისტემის შიგნით არსებობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ განცდა და რწმენა იმისა, რომ ამ უსამართლო, უკანონო, არალეგიტიმურ ხელისუფლებას სჭირდება წინააღმდეგობა. მნიშვნელოვანია, რომ ბაჩიაშვილმა შეძლო თავისუფლებას დარჩენა და საზოგადოება, მათ შორის პოლიტიკური აქტორები, მისგან ველით იმამხილებელ დოკუმენტებს, რომელზეც ის საუბრობს და ველით მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული პროცესებისა. მორყეულია პრაქტიკულად მთელი რეპრესიული სისტემა, ინსტიტუტი და მხოლოდ ორიენტირებული არის ადამიანების დასჯაზე და პროტესტის განეიტრალებაზე. და რა თქმა უნდა, ნებისმიერი რაღაც უსაფრთხოების საკითხები, რომელიც საზღვრის უსაფრთხოებას და მთლიანობას მოიცავს, ეს არ შედის, ვთქვათ, გომელაურის ინტერესებში. ჩატაევი გახსოვთ ალბათ, რომელიც შემოიპარათ ასევე საზღვარზე, ხო? ანუ ადამიანი, რომელიც მეტწილად იყო, ვთქვათ, შემჩნეული საქართველოს სამართალდაცვის სისტემის მიერ და არაერთი თქვა დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. ბაჩიაშვილს ბევრი რამ ექნება სათქმელი, მას ბევრი ინფორმაცია აქვს და ამიტომაც ეს საქმე თვითონ ძალიან ბევრი რამის მთქმელია. რაც შეეხება მის წასვლას, მე არ მიგვიწევ წავიდა და მგონია, რომ საკუთარი უსაფრთხოების დაცვისთვის ეს იყო სრულიად რელევანტური გადაწყვეტილება და რავითარი გარანტია არ აქვს აქ მართლმსაჯულების. ის რომ ჩვენი საზღვრები დაუცველია და საერთოდ ჩვენი სისტემა უსაფრთხოების გადასულია ადამიანების პერსონალურ დევნაზე და მოსმენაზე და არა ქვეყნის ინტერესების და მოქალაქეების დაცვაზე, ამას აჩვენებს ეს პრობლემა.
დაახლოებით 1 საათში საქალაქო სასამართლოში უნდა მოვიდეს სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენელი, რომელმაც უნდა ისაუბროს საქმის მტკიცებულებებზე რა მოიპოვეს. იმის დასადასტურებლად, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ დატოვა, ანუ მას მოუწევს საუბარი მარშრუტზე, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილმა გაიარა საიმედოდ, რომ საქართველოდან გასულიყო და საინტერესოა რა მტკიცებულებები მოიპოვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შემდგომში კი პროკურატურამ, რადგან მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ერთი განცხადებაც არ გვინახავს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ინფორმაცია მოიპოვეს გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გასვლასთან დაკავშირებით.